აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების პერსონალთან შეხვედრებს მართავს ლევან გალობლიშვილი ქუთაისის სამედიცინო ცენტრ დიომედ პლუსში იმყოფებოდა. შეხვდა პერსონალს, ისაუბრა გეგმების შესახებ, ასევე ექიმებს დიომედის კლინიკების ახალი დირექტორი ნათია ფარცვანია წარუდგინა. ამას გარდა ლევან გალობლიშვილმა კლინიკის ღვაწლმოსილი ექიმი ნინო ქასრაშვილი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელით დააჯილდოვა. შევხვდი ექიმებს, ძალიან დიდია და მნიშვნელოვანია მათი ღვაწლი ჩვენი დროებითი მოსახლეობის მიმართ. ასევე წარუდგინე მათ ახალი მენეჯერი პოლიკლინიკის გაერთიანების. ასევე დავაჯილდოვეთ ღვაწლმოსილი ექიმი, რომლის გამოცდილება ძალიან წაადგა ჩვენს მომავალთაობას. Ეცნობით თანამშრომლებს ვისმენთ მათგან საჭიროებებს, მივხედოთ ინფრასტრუქტურას, ასევე დავამატოთ ამბულატორიული სერვისები, აქტიურად მუშაობთ რებრენდინგის პროცესზე, ეს არის ჩვენი უახლოესი სამომავლო გეგმა. მაქსიმალურად ვეცდები, ჩემი პროფესიონალიზმი ძალისხმევა, მიმართო ჩვენი დევნილი და რა თქმა უნდა არა მარტო დევნილი ბენეფიციარების ჯანმრთელობის სადარაჯოზე, კიდევ უფრო მეტ ენერგიას ჩავდებ ამ საქმეში.